დგას თუ არა თქვენი აზრით მიგრაციის უკონტროლო მიგრაციის პრობლემაც რისკი და საფრთხეც და შემდეგ უკვე გავაგრძელოთ ამ თემის ჩაშლა უფრო დეტალურად. ესე გავყოთ მოდი საკითხი. ეგრეთ წოდებული როგორც თქვენ აღნიშნეთ, არაბიზაციის საკითხი მოგვიანებით განვიხილოთ. ახლა უშუალოდ ვისაუბროთ დემოგრაფიაზე, რომელიც იყო პირველი თემა, რაზეც თქვენც ისაუბრეთ. ამ ნაწილში ერთ და მას ზუსტაბელ კითხვას დაგისვამთ, რაზეც თქვენ ისაუბრეთ და შემდეგ ჯაბასთან გადავიდეთ. ის მდგომარეობა და ის რიცხვები, რომელიც თქვენ დაასახელეთ და ის პესიმისტური პროგნოზი, რომელიც თქვენ ახსენეთ 2050 წლისთვის. ეს გასაგებია, თუმცა ვისი ვალდებულება იყო, ან ვისი პრეროგატივა იყო ის, რომ სულ მინიმუმ ამ საკითხზე ეზრუნა და ეს საკითხი, ეს თემა დემოგრაფიის ასეთი მდგომარეობა, თუნდაც შობადობის და სიკვდილიანობის ის მაჩვენებელი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში იდება და თითქმის ბოლო რამდენიმე წელია შობადობას ჯობნის სამწუხაროდ სიკვდილიანობა. აი ამ მიმართულებაზე რომ ემუშავა და ეს ყოფილიყო პრიორიტეტი. ეს იყო თუ არა ხელისუფლების შეიძლება ითქვას ვალდებულება და ამას გარდა როგორ უნდა იმუშაოს, მოდი ამაზეც ვთქვათ ხელისუფლებამ იმისთვის რომ იყოს უფრო მეტად სარგებლიანი ამ მიმართულებით. ანუ რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, რადგან თქვენ ამ საკითხს სიღრმისეულად იკვლევთ და ამ მიმართულებით ხართ უფრო აქედან გამომდინარე გეკითხებით დეტალურად მეც. კი ბატონო, ეს კითხვა საინტერესოა, პროფესიონალური, დასმული და ლეგიტიმური საკითხია, საერთოდ ვისი ვალდებულება იყო. მე ამ თემას დავუბრუნდები, მაგრამ მე მინდა სწორედ შედარებისთვის ორი ხედვა მინდოდა დამენახებინა იმ მაყურებლებისთვის, იმიტომ რომ თქვენ სპეციფიური მაყურებლები გყავთ და მე არ მინდა რომ მაყურებელი აყვეს რაღაცა ხმაურს და არ ჩაწვდეს პრობლემას. ჩემი ამოცანა პრობლემა გამოვაჩინო. პრობლემა იმაში კი არ არის მთავარი პრობლემა თბილისში ვინ რა ენაზე ილაპარაკებს, თქვა ქუჩაში საღამოს გამოვლილი. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ კლება გვაქვს, შობადობის შემცირება გვაქვს, შრომუნარიანი მოქალაქეების გადინება გვაქვს, გონების გადინება გვაქვს, რეპროდუქციული ქალბატონებით ყველა კი არ მithქვია, ეს არის ყველაზე დიდი მაჩვენებელი, ჩვენ აღდგენის უნარს ვკარგავთ. ყველა პროგნოზს მივყევართ ძალიან მძიმე შედეგებამდე და ტერიტორიების დაცლა, სოფლების დაშლასთან ერთად. ანუ ჩვენ უკვე უსაფრთხოების პრობლემა გვიდგება. თვითონ დემოგრაფია, ეს არის აი დემოგრაფიული უსაფრთხოების თემა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც მოიცავს მთელ კომპონენტს. ერის დაბერებასთან ერთად და ახალგაზრდობის შემცირებასთან მთელ კომპონენტს მოიცავს. ყველა დეტალს მოიცავს. ანუ ჩვენ მდგევართ გაქრობის წინაშე, თუ ზომები არ მივიღეთ და არა რაღაცა, თქვათ, სახელების დარქმევის წინაშე. ამიტომ კარგად მინდა მოქალაქეებმა დაინახონ რა პრობლემის წინაშე ვდგევართ. ამიტომ როცა ვამბობთ, ვის უნდა გაეკეთებინა, მე გულწრფელად გეტყვით. ჩვენი საზოგადოება დემოგრაფიულ პრობლემას არ აღიქვამს როგორც ეგზისტენციალურ პრობლემას, არ აღიქვამს. აი ხა არაბიზაცია ცოტა ყბადაღებული თემა, აი არაბიზაცია ზოგმა რეაგირება. თქვენ ნახეთ, ჩვენ ხა გავმიჯნეთ ეს თემა. ჯერ ამაზე ვისაუბროთ, მერე იმაზე. თქვენ ხა ჩემს მაგივრად არა, არაფერი, ხო შეიძლება ხა მე გისმენდით და დისკუსია თქვენ გამაწყვეტინეთ. არა, გააგრძელებთ. უბრალოდ თუ თემას ყოფთ ერთმანეთთან დაკავშირებით, რომ დემოგრაფია პრობლემაა და ამიტომ არ უნდა ვკონცენტრირდეთ მიგრაციის პრობლემაზე, მაგ მიმართულებით ვსაუბრობთ თუ ცალ-ცალკე ვსაუბრობთ ამ თემებზე, იმიტომ რომ თქვენ ისე წარმოაჩენთ თითქოს დემოგრაფიას პრობლემაზე საუბარს და თემას ხელს უშლის მიგრაციაზე კონცენტრირება. მე ვთქვი ესა? დაახლოებით მასე მიყავთ საუბარი, რომ მიგრაცია არის ყბადაღებული თემა, არარსებული პრობლემა, სინამდვილეში პრობლემა არის ეს, ორივე პრობლემაა. მაგრამ ერთმანეთს რატო უშლის? 2 წუთის წინ ვთქვი და მე მგონი მაგით გამიკვირდა საუბარი მასე დაიწყეთ, მაგრამ ეხლა სხვანაირად ლაპარაკობთ, რომ ესე იგი ეს არის პრობლემა და ეს არის ყბადაღებული თემა და თავიდან სხვა რამეს ამბობდით. თქვენ სიტყვა არაბიზაცია გაღიზიანებთ თუ რა? არა, მე საერთოდ არ მithქვი ეგ სიტყვა, მაგას თქვენ ამბობთ. მე ვამბობ, რა თქმა უნდა. და თქვენ ამბობთ მიგრაციას. მე ვამბობ. გინდა მიგრაცია დაარქვით, თუ გინდა არაბიზაცია დაარქვით, ქვეყანაში არის უკვე კონტროლიდან გამოსული ცხოვრების შემოდინება და მაგაზე ცალკე ნაწილში ვისაუბროთ და მე ციფრებით შემირიათ, მაგაზე თერი მასალები და ლიტერატურა გვაქვს მოძიებული. როგორ რაში გამოიხატება საქართველოში უკონტროლო მიგრაცია და რა საფრთხეს წარმოადგენს და ჩვენზე მძიმე მდგომარეობაში რო ჩააგდო, ჩვენზე დიდი და ძლიერი ქვეყნები იმათ რა მდგომარეობა აქვს და თუ ესე გავაგრძელეთ, ჩვენ რო უარესი მოგვივა, მაგაზე შემიძლია ვისაუბრო. უბრალოდ თქვენ ახლა საუბრობთ დემოგრაფიაზე, რომელიც მე ვთქვი, რომ მეც ვთქვი დასაწყისში, რომ ყველაზე მძიმე პრობლემაა და ამიტომ გისმენდით, მაგრამ რამდენჯერმე გაიმეორეთ, რომ ეს არის ყბადაღებული თემა, თითქოს არ არსებული და ეს არის მთავარი პრობლემა.
ეს თქვენ რამეთი ასაბუთებთ თუ თქვენი აღქმა არის? თქვენ ხო თქვით რომ ყბადაღებული თემა არისო? არ არის? არა, ხო თქვით ეს? რა თქმა უნდა. ანუ არარსებული პრობლემაა. არ არსებობს ეგ ქვეყანაში უკონტროლო მიგრაციის პრობლემა და არ არსებული შორის ერთი და იგივეა. მე არა, ვერ ხვდები არა, ყბადაღებულში რას გულისხმობთ? მაშინ ეგ გკითხეთ რას გულისხმობთ. კი ბატონო. კი ბატონო და თქვენ ბოდიშ ვიხდი, მაგრამ ჩემს რაც არ მithქვია იმის ინტერპრეტაციას გთხოვთ. არა, აქ ვართ ორივე სტუდიაში ინტერპრეტაცია რა, თუ რამეს არასწორად გავიგეთ თქვენი ნათქვამი, თქვენ განმარტეთ. ხო, რა თქმა უნდა, არასწორად გაიგეთ თქვენ და მე გავმართავ. ამიტომ როცა ვამბობ ჩვენ დემოგრაფიულ საკითხებზე ვზელობთ, მისი შემადგენელი ნაწილი არის ემიგრაცია, იმიგრაციის საკითხი და კომპლექსში მიგრაციის თემა. მისი შემადგენელი ნაწილია. როცა მე ვსაუბრობდი და კიდევ გავიმეორებ, რომ მიაქციოთ ყურადღება, როცა ვამბობთ, რომ არის ძალიან დიდი გადინება, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ მილიონზე მეტი ადამიანი გასულია, გარდა ესე იგი მოსახლეობის შემცირების, სხვა ფაქტორებისა, რომელიც მე კოეფიციენტები გითხარით, ჩობადობის და თვითაღდგენის კოეფიციენტი, ასე არის დიდი გადინება. და ასევე არის შემოდინება, რომელიც ეს არის, თქვათ, უცხოელი ადამიანების შემოსვლა საქართველოში. ეს არის მთლიანად სურათის შემადგენელი ნაწილი. და როცა მე ვაბო შეფასებით ნაწილში, მინდა მიაქციოთ თქვენ ყურადღება, ყბადაღებული თემა, მიგრაცია კი არ არის. ეს თქვენ გაიგეთ ეს. მე ყბადაღებული თემა დავარქვი არაბიზაციის თემას. და ეს არის ნამდვილად ყბადაღებული. იმიტომ რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური манипуляციის შემადგენელი ნაწილი, რაღაცა მოგონილი. ვისი მხრიდან? ჩაბა, მოდი დავასრულებინოთ და მე მეკითხება თუ გინდათ ერთბაშად ვკითხეთ და აგიხსნით ამას. მოდი დავასრულებინოთ. შეიძლება რომ კითხოთ ბატონო, არ არის პრობლემა. მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს, ჯერ დავასრულებინოთ და მერე გავაკეთოთ ჩაკითხვა, ხედავთ რომ არ ვერევი და ძირითადად ერთმანეთთან დისკუსიის რეჟიმში ხართ, ამიტომ ისე ვისაუბროთ რომ გასაგები იყოს მაყურებლისთვის და გამოვიდგინოთ. თქვენ რატო გაღიზიანებთ ეს არაბიზაციას? არა, ბადაღებული არის. რა მეტყობა გაღიზიანებს? არა, უბრალოდ სულ ჩამეძიეთ, დამაბრალეთ ის რომ მე შემეშალა. უყურეთ, კითხვის დასმა გაღიზიანება ხო არ არის? თქვენ გაღიზიანდით რაზე? არა. არაბიზაცია რო ვთქვი, არის ყაბადაღებულიო, თქვენ გადაიტანეთ აქცენტი იმაზე, რომ თითქოს მე ვთქვი, რომ მიგრაციის პრობლემა არ არის პრობლემა, არა და ეს მე არ მithქვამს. მაშინ მოდი ავხსენთ მაყურებელს არაბიზაციის ყაბადაღებულობა რაში გამოიხადა, რაში მდგომარეობს? იმიტომ რომ არაბიზაციის თემა არ დგას, ჩვენთან დგას მიგრაციის პრობლემა და დემოგრაფიის უმწვავესი პრობლემა. ეს უნდა გავაგებინოთ და არა რაღაცა დავხატოთ, რაღაცა სიტყვა მოვიგინოთ და ეს გავხატოთ საზოგადოებაზე გავლენისა თუ манипуლირების საშუალებად ვაქციოთ. ეს არ შეიძლება. ეს არაპროფესიონალიზმია როგორც პოლიტიკაში, აგერ თუ უნდა დემოგრაფიულ მეცნიერებაშიც. ეს მინდა დაგანახოთ, თორემ კი არ უნდა გაღიზიანდეთ, ხო იცით? არა, ვღიზიანდებ. ყველამ უნდა მე თქვენგან რაღაცას ვისწავლი და გისმენთ და მე რო ავხსენი ეგ საკითხი, მე როცა ვაკვირდებოდი თქვენს ქმედებებს, ხო? ჩემთვის ის კი არ იყო მთავარი, რა სახელს დაარქმევდით. ჩემთვის მთავარი იყო, რამდენად მოახდენდა საზოგადოება ამაზე რეაგირება. მოახდინა. არ მეთანხმებით? არ გეთანხმებით. თქვენ აქცია ახსენეთ, ანუ რა იგულისხმეთ, რომ ამ აქციაზე არ გამოვიდა ხალხი? არ გეთანხმებით. არ გამოვიდა? არ გამოვიდა ის რაც უნდა გამოსულიყო. რამდენი უნდა გამოსულიყო და რამდენი თქვენ თუ იყავით? თქვენ უყურეთ ხა დავასრულოთ ჩვენი საკითხი და გადავიდეთ. მე არ ვკამათობ, კამათისთვის. არც მე არ ვკამათობ. მინდა გითხრათ, მე საერთოდ ჩემი მიდგომა კამათი გამორიცხულია. ამაზე არ არც მე არ ერთი ვკამათობ. საკითხი დავასრულოთ და შემდეგ გადავიდეთ მეორეზე. ანუ ჩვენ რეალურად ვსაუბრობთ იმაზე, ვისი პასუხისმგებლობაა რომ ეს საკითხი მოგვარდა. მაშინ ესე გავაკეთოთ. შემდეგ გადავიდეთ უკვე ამ არაბიზაციის თქვენთვის ბჭყალებში და თქვენთვის არაბჭყალებში არაბიზაციის თემაზე და უფრო გასაგები იქნება თანმიმდევრობით რომ მიყვეთ მაყურებლისთვისაც. ვინც უყურებს ალტინფოს და ვინც არ უყურებს უყუროს და მიხვდება რომ მაგ თემაზე კონცენტრირდებით ზოგადად რაც ეს მედია პლატფორმა არსებობს რომ საქართველოში არის დემოგრაფია, მე მაგით დავიწყე ლაპარაკი, რომ ტერიტორიულ მთლიანობაზე უფრო მნიშვნელოვანიც კი არის დემოგრაფია, იმიტომ რომ ადამიანი თუ აღარ იქნება, ქართველები თუ აღარ იქნებიან, საქართველოს აღარ იქნება. საქართველო არის ქართველები. მაგით ოქია საქართველო, შესაბამისად, ეგ არის ნომერ პირველი პრობლემა, ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ მიმართულებით გვაქვს კატასტროფა სრული და ეს ჩანს ციფრებში, ეს ხა ჩვენ ამაში ვთანხმდებით 100%-ით, რომ დემოგრაფიულად გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა, ვთანხმდებით, რომ ეს არის ნომერ პირველი პრობლემა და თავარი და მნიშვნელოვანი ის გაკეთება შეიძლება
რას აკეთებს ეს ხელისუფლება, რას არ აკეთებს და თუ არ აკეთებს, მაშინ მე გეთანხმებით, რომ მოსახარეობის მხრიდან ამ თემაზე არ არის მიწოლა, მაგასაც თავის მიზეზები აქვს. სხვათა შორის საერთოდ ჩვენ რო ეროვნული ხელისუფლება გვყავდეს, წესით ესეთ რაღაცებს მიწოლა არ უნდა ჭირდებოდეს, ხელისუფლებას სტრატეგია უნდა კონდეს და ყველაფერზე კი ხელისუფლებას ჭირდება სამოქალაქო საზოგადოებისგან კონტროლი, მაგრამ არის საკითხები და პრობლემები, რომელსაც მიწოლა არ უნდა ჭირდებოდეს, თუ ის ეროვნული ხელისუფლება. ეხლა ელემენტარული არითმეტიკაა. საქართველოში ბოლოს, აი დამოუკიდებლობიდან დღემდე იყო პერიოდები, როცა თქვათ წრები, როცა მოიმატა, მაგრამ მე ისე დაიკლო და ჯამში ამ მომატება კრების, ან თამაშმა სიკვდილიანობა შობადობის თანაფარდობის ჯამში მეგოყვანა ამ 33 წელიწადში ძალიან მძიმე ციფრებთან კრების მიმართულებით. მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ეს რეკორდული ძალა არის ძალაუფლების ხანგრძლივობით, ამდენი ხანი დამოუკიდებელ საქართველოში არავის არ უმართავს ქვეყანა და ბოლოს ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ბოლოს საქართველოში სიკვდილიანობა შობადობის დადებითი ბალანსი, იცი როდის დაფიქსირდა? 2019 წელს, ანუ 7 წლის წინ იყო, ციფრები არ მახსოვს, მაგრამ 2019-ში იყო ბოლოს ცოტათი მეტი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა, რაღაც 1500 თუ 1600 კაცი 2019-ში. იმის მერე, აი ეს სტატისტიკის მონაცემებია და ყველა შეუძლია ნახოს. 2019-ის მერე 2020-ში გვაქვს რაღაცა 2-3 თუ 4000 კრება, ანუ მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. 21-ში ხდება კატასტროფა, ნუ კოვიდის პერიოდია ეხა და ბუნებრივია, მაშინ 13 თუ 14000-ით მეტი გარდაიცვალა 2021-ში, ვიდრე დაიბადა. 22-შიც გაგრძელდა, 23-ში ცოტა, ასე ვთქვათ, ეს დისბალანსი ნაკლებია, მაგრამ მთლიანობაში 2019-დან, ანუ 20, 21, 22, 23, 4 წელიწადში სიკვდილიანობა შობადობის აი ამ ნეგატიური დისბალანსით რამდენით შემცირდით, იცი? დაახლოებით 27000 კრება გვაქვს 27000-იანი. ანუ მე მგონი რამდენი არც სენაკი და არც თელავი არ არის 27000 მოსახლეობით. ანუ ერთი თელავი და კიდე პლუს დაახლოებით 5000 ადამიანი საქართველოში გაქრა. ეს მარტო სიკვდილიანობა შობადობის ამ უარყოფითი ბალანსით, რომ ანუ მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. აი ესეთი მოცემულობა გვაქვს და ჩვენ ყავს ამ დროს ხელისუფლება, რომელიც აი ქართულ ოცნებას რო კითხო, რა არის შენი მიღწევები, ესე იგი 12 წელი გვაყვედრა, რომ ძვლებში არ ამტვრევდნენ ადამიანებს, არაუპატიურებდნენ და არაწამებდნენ, ნაცები მოგვაშორა, თუმცა არ მოგვაშორა, რა მოგვაშორა, დღემდე ნაცებით გვაშინებს და ეხა გვაყვედრის მშვიდობას. ქვეყანა რო ომში არ არის და სანქციებს რო არ შეუერთდა, მაგას გვაყვედრის. ეგ თერი ამათ მიღწევა ეგ არის. ეგ ციფრები, რომელიც შეუძლებელია არ შეამჩნიო, ეხა თუ დაცარიერებულ სოფელს ხედავ ადამიანი და სხვათა შორის ეს დაცარიერება ბატონმა ლევანმა კარგად იცის, საქართველოში დაიწყო მაღალმთიანი რეგიონებიდან, ნუ მთა ეხა ყველაზე მოწყვლადია. მე ბარსად შეეხო და მე ეხა ნუ ბენდუკიძემ საერთოდ გამოაცხადა, რომ სოფელი არარენტაბელურიაო და ქართულმა ოცნებამაც იგივე გააგრძელა. ანუ მიწის დამუშავება, სხვათა შორის, აი ესეთი პრობლემა რო გაქვს ქვეყანაში, რომ სოფელი იწლება ხალხი სოფლიდან გარბის, მე ამას წინა დასავლეთში ვიყავი და სხვათა შორის საკმაოდ მრავალრიცხოვან სოფელში თავის დროს კომუნისტების პერიოდში, სადაც ჩაის ფაბრიკები მუშაობდა, ციტრუსის მეურნეობა იყო და რავი, სიცოცხლე დუღდა და ამის ყოველ მესამე სახლი არის ცარიელი და სადაც ადამიანი ცხოვრობს, ისიც რო ვკითხე, ახლა წასვლას აპირებს. ძირითადად არიან დარჩენილები მოხუცები, ანუ შრომის უნარიანი ახალგაზრდობა, ყველაზე პროდუქტიული, ვისაც მუშაობა შეუძლია, არის წასულიან ქალაქში. ძირითადად თბილისი ახლა ვიცით გადატვირთულია, ბათუმი, ქუთაისი, ან საერთოდ ქვეყნიდან მიდის, მიგრაცია არის, ქვეყანას ტოვებს. ესეთი მდგომარეობა გვაქვს და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდეს, რომ მიწის დამუშავებას აზრი მიეცეს და სოფელი აღარ იცრებოდეს, აი ხელისუფლებამ ეხლა მაგალითად ფერმერებს სარწყავი წყლის ტარიფი გაუძვირა. მანამდე აი მესაქონლეობა ხომ ძიმე დღეშია საქართველოში, აქ სტუმრად ვყავდა მე, თუში მეცხვარეები, რომ საძოვრების გადასახადი გაუძვირეს და ეს ხალხი ამბობს, რომ რაც იყო, იმას ვერ ვიხდიდით, იმიტომ რომ არანაირ მოგებას არ ტოვებდა და ეხლა ამას მით უმეტეს ვერ გადავიხდით და რამდენიმე ადამიანმა უკვე გადაწყვიტა, რომ გაყიდოს ეს, რა ქვია, საქონელი და დატოვოს საერთოდ ქვეყანა ან წავიდეს ქალაქში და რამე მშენებლობაზე იმუშაოს, ან რამე სხვა ნახოს, საარსებო, ხო? აი ესე მდგომარეობაშია.
ხელისუფლება ყურს არ იბერტყავს, მე გეთანხმებით რომ ამ ხელისუფლებას ჭირდება მიწოლა, მე ხა უკეთესია რომ ყავდეს ეროვნული ხელისუფლება, მაგრამ შორს ვარ იმ აზრისგან რომ ამის მიღწევა უახლოეს ხანებში შესაძლებელია და რა მაგას რო დაველოდოთ საერთოდ ამ უწყლებით და აღარ დავრჩებით ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ ჭირდება სერიოზული მიწოლა. ხელისუფლებას ჭირდება წნეხი, არც დემოგრაფია იმდენად მნიშვნელოვანი პრობლემაა, ანუ საერთოდ რამდენად მნიშვნელოვანია დემოგრაფია, ხო? ჩინეთი, რომელიც წლების მანძილზე იყო მოსახლეობის რიცხოვნობით სოფლიოში პირველი ქვეყანა, ნუ ხა რამდენიმე წელია ინდოეთმა გადაასწრო. ჩინეთში ბოლო 3 თუ 4 წელია სიკვდილიანობა აჭარბებს შობადობას. ანუ კრება წამოვიდა. ჩინეთის ხელისუფლებამ სტრატეგიული ასე ვთქვათ, ამოცანების ნუსხაში შეიყვანა ეს საკითხი. წარმოგიდგენია, 1.2 მილიარდზე მეტია მოსახლეობა და რაღაც 3 თუ 4 წელი არის დისბალანსი და იქ უკვე შეშფოთებას გამოხატავენ. იგივე არის იაპონიაში, სადაც 100 მილიონზე მეტია მოსახლეობა. ანუ არ არსებობს ქვეყანა, სადაც ეს პრობლემა დგას და ხელისუფლება რამეს არ აკეთებს. ევროპის ქვეყნები ავიღოთ, აი რუსეთი რუსეთია ყველაზე საძულველი ქვეყანა საქართველოში მოსახლეობის რაღაცა ნაწილისთვის რო კითხო, ესე იგი რუსეთში ის არის 17 საუკუნეა ჯერ თანამედროვეობა არ არსებობს, ხო? რუსეთშიც კი სადაც ნუ წლებია ხა იქ დამოუკიდებლობის მერე, ამ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე იქაც შეიქმნა დემოგრაფიული პრობლემა. რუსეთშიც კი რაღაცა პროგრამები მოქმედებს, იგივე მშობლის კაპიტალი, რასაც ქვია ბავშვი რო იბადება, რაღაცა თანხა ერიცხება, ეხა იქ კონკრეტულად როგორ არის მე არა ვარ ჩახედული, მაგრამ მე როგორც ვიცი მშობელს არ შეუძლია ის დახარჯოს, შეუძლია დახარჯოს შვილის განათლებაზე ან საცხოვრებელი ფართის გაფართოებაზე. აი უნგრეთს აქვს მაგალითად კარგი პროგრამები, რომ ახალშექმნილ ოჯახებს დაბალ პროცენტიან სესხებს თავაზობენ, თუ უძრავი ქონების შეძენას აპირებს რაღაც სუბსიდიები ან მთელი რიგი პროგრამებია. ეხლა აპრიორი ეგ არ ნიშნავს, რომ მაშინათვე არ გამოსწორდება, კულტურული ფაქტორებიც არის. ამას აქ ბევრი სხვა მიმართულება არის, რომელიც ყველა ქვეყანაში სპეციფიურია. ხა შეიძლება ჩინეთში რაღაც პროგრამა იმუშავა და გამოასწორა და უნგრეთში, მაგრამ საქართველოს თავის სპეციფიკა აქვს. სამუშაოა, მთელი პრობლემა იმაშია, რომ ხელისუფლება, რომელმაც ძალაუფლების ხანგრძლივობით რეკორდი მოხსნა, ანუ მე-15 წელია ქვეყანას მართავენ და საერთოდ ამ მიმართულებით ყური არ შეუბერტყავთ, თითქოს არაფერი არ ხდება საერთოდ.